ხვალე არის მეფეთა განცაცავი, რასაც ივანე ჯავახიშვილიც ადასტურებს ისევ. ივანე ჯავახიშვილი ერთი დათქმით, რომ ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ განცაცავმა ხვალზე დაკარგა აზრი, ის იქნა გამოტანილი და განაწილებული ყველა სამეფოს სამთავროზე. ჩვენ ვეძებეთ რა ეს კვალი და სადღაც ვატიკანისკენ მიდის რა. ხო სერიოზულად გეუბნები. წავედით ვატიკანში ბიჭებო. ვინ შეგიშვებს თორე. არქივები ხვალზე და დოკუმენტაცია ვატიკანის არქივებშია დაცული. და ტიპის არქივებზე საუბარი, ისტორიული ჩანაწერები არა მეკრაგნი. აი ხვალის ფუნქცია, დანიშნულება, რა არის ხვალი. ეს სერიოზული ამბავია. ამ კოსმოვიმაში, რა ქვია, გონიურ სისტემაში როგორ ჯდება. წლების მანძილზე გრძელდებოდა ჩვენი მცდელობები ამოგვეღწია ხვალზე. და სულ ხელი გვეშლებოდა, სულ ხან რაღაც უცბად მოწმენდით საზეთ ქეში წამოვიდოდა, ხან აგვისტოში, ივლისში თოვდა, ხან მანქანა გაგვიფუჭდებოდა, ხან აგვიყირავდებოდა. რაღაცა სულ გვიშლიდა, რაღაცა ძალა, რაღაცა მომენტამდე არ გვიშვებდა. მერე გაგვეხსნა. დროუნდა ყველაფერს. დროუნდა. შეიძლება, მე ესე ვფიქრობ ხოლმე რა, აი ჩემი თაობა არ არის მზად ამისთვის და თქვენი თაობის გასაკეთებელია ეს.